ალმებით ძირფასო მეგობრებო ტაროს კუთხეების ჩემი გვერდი პირადი კონსულტაცია არის ფასიანი ვიცი რომ არ მოგწონთ ეს რაღაც უარყოფითად დაფიქსირდება მაგრამ ის უარყოფითი თქვენი ცხოვრების ნაწილია ეს უნდა გახსოვდეთ კი ბატონო ზოგი წავა ზოგი მოვა ყველას ქსიამოვნებთ დედა რა კაი გოგო ხარ შენი ფასი არავინ არ აყავს ამ პარტნიორს წარმატებები გელოდება აყვავდები გამდიდრდები რაღაცა სასწაულები ხდება შენს ცხოვრებაში ყველას მოგწონთ ესეთი საუბარი პრობლემაზე საუბარს რომ დავიწყებ всё უკვე არც ლაიქი არც კომენტარია მოსმენაც არ გინდათ და თქვენი ცხოვრების ნაწილია ეს პრობლემებიც ასე რომ ისიც უნდა მოისმინოთ და იქედანაც უნდა აიღოთ ინფორმაცია ნეგატიური არ არის თუ ადამიანი წასასვლელია თქვენი ცხოვრებიდან კი ბატონო უნდა გაუშვათ და პირიქით უნდა გაგეხარდეთ ეხლა ნამდვილად მსურს წარმატებაზე გაშლა, მაგრამ ეს დასტები არც ერთი არ მინდა. ხო შევიძინე ახალი დასტები გამოვიღე, რაღაცა მაინც არ მყოფნის, რაღაც სხვა მინდა და თითქოს არჩევანი არ არის ირგვლივ თუ რა არის ვერ გავიგე ამ დასტას რო ვკითხოთ ეს ამის ხასიათზე რაღაც არ მეძახის. წარმატება, აბა ეხლა რომელი დასტა მეტყვით სად არის წარმატება და რა წარმატება გველოდება. კარგი, მოდი შენ. მიყვარს ეს დასტაც, ყველა დასტა მიყვარს, მე რაც მაქვს აბსოლუტურად. კარგით, ნახოთ რა წარმატება შემოდის. რა ეტაპზე ხართ ჯერ ეს ნახოთ ეტაპი არ არის აქ ცუდი ნახდათ ნამდვილად უკაცრავად ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგ პოზიციაზე უნდა იყოთ და გადაწყვეტილებებიც თითქოს უკვე მიღებული გაქვთ რაც ცხოვრებაში გჭირდებათ ეს არის ეტაპი ვინც ამ პოზიციაზე ხართ იცით რა გინდათ რა გსურთ და მოდი ნახოთ რა წარმატებები შემოდის. ძალიან კარგი შენაძენი უპირველესად. გასიძლიერე წარმატება კი ბატონო ტრანსფორმაცია ცვლილება ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდი ასევე დაიწყება თუ დაწყებული არ არის ან რაღაც მოხდება ისეთი იმიტომ რომ ეს არის თითქოს რაღაც წარსულის ერთი ეტაპი ან ერთი ფურცელი თითქოს გადაშალეთ და დასრულდა. ის არ ვიცით უკვე რა იქნება, არ ვიცი როგორ ნებისმიერ საკითხზე არ ვიცით ema თუ კი არა გქონდათ, აი ეს დასრულდა ეს ეტაპი მთლიანად. დაფარული ინფორმაციებით მჟღავდება თითქოს ან გებულობთ რაღაცებს და გადადიხართ ახალ ეტაპზე. რა არის ეს სიახლე? რას ვერ იაზრებთ აქ? ვინმე რამეს გაზიანე? რაღაც არის აქ
ნახეთ, ჯერჯერობით არ მიხსნის ინფორმაციას, იქნებ შემდეგ მოჩნდეს გავარკვიო, მაგრამ აშკარად ვერ იაზრებთ რაღაცას. ეს ადამიანს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, კი მამაკაცი იყოს. პირდაპირ უკავშირდება ამ ადამიანს. ან არ გინდათ დაჯერება, ან ვერ ხვდებით. ანახე, გრძნობა აქვს ამ ადამიანს, თუ რამე ინტერესი აქვს. რა არის, რა ხდება. ჯერჯერობით კაი თავს რო იკავებ, ვიცი საუბარი, რა გაინტერესებს. გრძნობა გაქვს, რას ლაპარაკობთ. ადამიანი აქ არის ცოტა უცნაურია. თუ გარდაცვლილი სული ესე გიცავთ ვინმესი, მამაკაცის სული სხვა არის, თქვენ აქ ვიღაც გიცავთ. ან არის ეს რეალური პიროვნება, რომელიც თქვენ ჯერ არ იცით, ვერ ხვდებით. ადამიანი, რომელიც არ არის აშკარაოზე, თქვენ მასთან საუბარი თითქოს გიწევთ რაღაცნაირად, ან გქონდათ, ან თუ გარდაცვლილი რატო ვახსენე, მაგრამ მაშინ იცოდით, ხო, ვინ იყო. ნახეთ, როგორი რაღაც არის, ან უბრალოდ ძალიან არ არის, მაშინ თქვენთვის ცნობილი, ვერ ხვდებით ვინ არის. ამ ადამიანიდან ძალიან აი სხვათა შორის თქვენი რაღაც შინაგანი. რაღაცას ხო ხედავ ადამიანში, ან ინტელექტი მოგწონს, ან დავუშვათ რაღაც მისი მისტიკურობა მოგწონს, რაღაცა ხომ აქვს ადამიანს თავისებური ხიბლი. ზოგს დავუშვათ თვალები მოსწონს და ასე შემდეგ. არა, აქ მე უფრო აზროვნებასთან მაქვს საქმე, რაღაც უფრო ღირებული. შეიძლება რამეში ჭკვიანად გთვლის, შეიძლება რაღაცას თქვენში ხედავს იდუმალს. არ არის გამორიცხული ვიღაცას თქვენი რამე დაფარული საიდუმლო ცოდნები, რაღაცეები, ინფორმაციები, ხო, ცხოვრება აინტერესებდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი, ნახეთ, რა ინტერესებს თქვენთან, ძალიან გულწრფელია, მეუბნება, რომ აი გრძნობა დაცვა, რაღაც დაცვის ფორმით ამოვიდა. ძალიან საინტერესოა ხა ესეთ მამაკაცი დიდი ხანია ჩვენ არ დაგვინახავს, ხო? ისე გამოდის. ამ შემთხვევაში ესე მოდის, თქვენი სურვილებით, წარმატებით შესაძლებელია ეს ადამიანი, ხო, აი, ნახე რა სიახლე შემოდის. თქვენ რაღაც გრძნობდეთ შინაგანად, ან გქონდეთ იმედი, რომ რაღაც შეიცვლება ამ მხრივ, ხო? შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იქნებ გამოჩნდეს ვინმე სერიოზული. აქ უკვე არის ეს ადამიანი. თქვენ შეიძლება რაღაც ძალიან აი მე-16 გრძნობა რომ არის თუ 32. გრძნობთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ამჩნევთ. ესეთი მომენტი არის, ხო? ეს არის სწორი პასუხი. და რაც შეეხება თქვენი სურვილები, წარმატება, აი რა წარმატება შემოდის, ძალიან დიდი სიძლიერე. ახალი სამეგობრო, თანამშრომლობა, მეგობრობა. უბრალოდ შეიცადეთ, რომ არ გადაიღალოთ ენერგიები, ესეც აკონტროლეთ და ესე ვთქვათ, სურვილების ასრულება. აუცილებლად თქვენ აქ სურვილი აგისრულებათ. სურვილი არა, სურვილები აგისრულებათ. კარგი, რა სიახლე და წარმატება შემოდის. მე გეტყოდით, რომ კი, მატერიალური, ანუ მხრივ შესაძლებელია შეძენა, რაღაცის დაგროვება, თანხების, მატერიალური მხარეს გაუმჯობესება, ამას აუცილებლად იგრძნობთ. თქვენ აქ შესაძლებელია საოჯახო აი თქვენი შიდა სამზარეულო ოჯახთან დაკავშირებული საკითხებიც კი მოაგვაროთ. არ არის გამორიცხული რაღაც ქორწილის თემა იყოს, ოღონდ თქვენს ოჯახთან არის დაკავშირებული. თქვენ თუ არ ოჯახდებით, ეხლა ქალი ხართ თუ მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მისმენთ, მაშინ რაღაც ხდება ცვლილება თქვენს ოჯახში, ხო? აქ არის ის მომენტი, რომ კი ბატონო, შესაძლებელია ზუსტად ეს სამზადისი დაიწყოს თქვენთან, ბევრთან, აი რაღაც წინა საქორწილო.
ის ხო ქორწილი, ეს არ ქორწილი. საქორწილო სამზადისი. ძალიან მაგარია. ძალიან მალე ეს დაიწყება, ეს სიახლე შემოდის თქვენთან. იმიტომ რომ ოჯახში ფუსფუსი მიფიქსირდება. აი ოჯახში ხომ არის რომ ყველა არ არის ახლა ესე მზად ხო რაღაცების გადაახლება უნდა, ზოგს რემონტი უნდა, ზოგს რაღაცა. არა, რემონტი არა, ცოტა სხვანაირი ფუსფუსი, ეს რემონტი მთლად არ არის. მაგრამ ეს აშკარად არის სამზადისი, შესაძლებელია რაღაც ისეთი ქორწილი თუ არ არის, მაშინ ძალიან დიდი ხიარულება, რაღაცის აღნიშვნა. ეს არის ძალიან დიდი ოღონდ, ეს არ არის პატარა და ეს არ არის ყოველთვის რო ხდება ისეთი რამე. ახლა ქორწილში მიდიხართ დაბადების დღე გაქვთ, ეს თემა არ არის ეს. ეს არის განსხვავებული რაღაც. არა მასიური არა განსხვავებული რა. კარგი, რა სიახლე შემოდით ეს ყველაფერი კიდევ რას მოგიტანთ? ეს მოგიტანთ ფინანსურ ხარჯს მოგიტანთ. ეს ახლა ანუ გაუთვალისწინებელი ხარჯებს მოიტანს, კარგით, კიდევ რას მოიტანს, მოდი ასე დავსვათ. მაგრამ სხვანაირად დაგინახავენ, ძალიან სხვანაირი, აი ძალიან ძლიერად. ხო, რაც შეეხება თუ ფიქრობთ რომ აი მე გაგიჩნდეთ ანახლა რაღაც გაჩნდა ფიქრი იმის რომ როგორ გადავლახავ და დედა ამას თუ გადავლახავ აუცილებლად გადავლახავთ აქ თქვენ ამას. თქვენ ხელში არის ეს თემა, ეგ საკითხი რომ გადალახავთ. მე გეუბნებით როგორ დონეზე გადალახავთ, იცით? სრული კმაყოფილება, აი კმაყოფილი ვარ. მე ამ შედეგით, რასაც მივახციე თუ რაც გავაკეთე თუ რაც არის, ძალიან ნაყოფიერებაში გადადიხართ. აქ იმდენი სამოდის ახლა პირდაპირ გეუბნებით რომ მატერიალური მხარე გიწესრიგდებათ რაღაც ძალიან ისე რომ კმაყოფილი რო დარჩება ადამიანი და ფორიაქში არ არის, ეს არის ყველაზე მოდი ასე გეტყოდით ყველაზე კარგი მიღწევა. აი კმაყოფილების შეგრძნება რო რჩება. თუ რაღაც საკითხის კიდევ მოგვარება გინდათ გეგმაში გაქვთ და ეს ვალდებულებას ეხება და პასუხისმგებლობას უბრალოდ აქ გეტყოდით რომ გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, ენერგია რაღაცაში, ენერგია უნაჩვენოთ რაღაცაში კარგით. ასეთი ცვლილებები არის აქ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წარმატება ფიქსირდა. მე გისურვებ წარმატებებს, პირადი კონსულტაციებისთვის უნდა მომმართოთ WhatsApp-ზე 593 988896.